ეს ამდენი უსამართლობა ასე თუ დამთავრდა. ეს ყველაფერი ასე თუ ჩაგრიხინდა და ჩაიარა წვიმასავით, აღარ ყოფილა სოფლიოში ჩვენი სახელი რა. რა გინდა ამდილა ადრიან, რას ხებ, რას კმუტავ. გაგიშვებ ახლა ხო. წადი. ხო. ამდენი სისხლის ღრა, ამდენი სისულელე, ამდენი მლიქნელობა, დედის წყნა, რა უბედურობა, რა ხდება, ბიჭო, თქვენ კიდე ევროპაზე და ამერიკაზე იღებთ ხმას, ბიჭო. 100%-იანი არაფერი არა. არა, ეს ამერიკა და ევროპა და ვიღაცეები კიდე იაპონიის ნაირით ქვეყნები და რაღაც. ბიჭო, 60-70% მაინც არის რა. კარგი. საქართველოში 0-ზე დავიდა, ბიჭო. საქართველოში დავიდა 0-ზე. ხო, ეგრე არის საქმეები და ეს გამოსირებული რა ქვია, რა მოიცა, ხო ვიპოვე ვის გავს. იაკტერიერი. ბიძინა ივანიშვილი გავს იაკტერიერს. იაკტერიერი არის როგორი ძაღლი პატარა არის, მაგრამ მაგრა უბერავს რა. პიტბულზე უარესია. რაქნას ამ სოფლიომაც, ბიჭო. ატომური იარაღია მაგ დედამოწყნოს. რო გავარდეს, არ გავარდებაო, დაჟანგებული არისო, ის არის, ესე. რო არ იყოს, აი ეგ არის რა. მე ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ პატარა რო ვიყავი, მე მეგონა რომ ყველა საქართველო უყვარდა და საქართველოსთვის აკეთებდნენ ყველაფერს. ამეხილა ნელ-ნელა თვალები და 90% ჩემი მეგობრები, ნათესავები და კიდე ბლომად ხალხი თურმე სულ ყველა აგენტი არ ყოფილა და გიჟი ხარო მე მეუნებია. გიჟი როგორა ვარ, აბა აგენტებს და რუსეთს და კრემლს უნდა ის ხდება და მე რაც მინდა ის არ ხდება და მე როგორა ვარ გიჟი. თავისუფლება მინდა და დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. არც ერთი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე არ ხდება და ვინ აკეთებს მაგას მე? ჩემს ირგვლივ ყოფი ჩემი საკუთარი ხალხი. პრიბალტიკა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რო მოინგრა და რო გამოაცხადეს, ყოველი მეორე თუ მესამე იყო იქ. ხელი რო აქვს მოწერილი ყველაფერზე. საქართველოში ეგრეა. გატენილი არის, გამოძეძგვილი არის, ეხლა გამრავლდნენ და ყველანი აკეთებენ ერთი და იგივე საქმეს. ზოგი უკვე გამდიდრდა და ზოგი მოლოდინში არის, როდის გამდიდრდება. მეტი არაფერი ფორმულა მად არ არის რა. შენ თუ აკეთებ
სიკეთეს ლოგიკური და დამთავრება, გაგრძელება, მოქმედება ჩანს. ცუდს თუ აკეთებ, ეგეთ ჩანს და ეგეთ ჩანს. თავდახეული, დაგლეჯილი, მიწაწართმეული და თავისუფლება აყრილი ხალხი დავრჩით 21 საუკუნეშიც. არავის ბრალი არ არის. პირდაპირ ვიტყვი, ხაინდრავას და იმის ძმანის ბრალი არის ეგ. მაგ დედამოწყნულების ბრალი არის ეგ. და ხაინდრავას ნაირების. და იმ დედამოწყნულების ვისი სახელის და გვარის დავიფიცე რომ აღარ ვიტყვი. ისე მეზიზღებიან ამოვწერე ყველა სიიდან. აი მაგ თიაკოწოლუკიანების და მაგნაირი ნაბიჭორების ივანიშვილების და მაგნაირი დედამოწყნულების ბრალია ეგ ყველაფერი. აი მიშიკო ბათუმი რო ააშენე ჯიგარი ხარ. არა აღარ მინდა всё ხო იცით რაც უნდა მეთქვა ეხლა რა არ ვიტყვი ცოტა ცუდია მაგ თემაზე ლაპარაკი ესე ჩვენს ირგვლივ არიან და ესე მე მეგონა რომ всё რა ეხლა რანაირად რა როგორ გამოუვათ რუსებს საქმე და კრემლი როგორ გააკეთებს თავის საქმეს ცხონებული ჭანტურია მეგონა ეროვნული გმირი. ვაი დედა. აი მაგ ხალხის ბრალი არის ყველაფერი. ამის დედავატირე იმ კაცმა რა ქვია მამაცი გული რო გადაიღო შოტლანდიაში 200 კაცი ვერ იპოვა რომ კინოს გულის და შოტლანდიელებს ჩაეცვა ძველი ინგლისური სამხედროების ფორმა არ ჩავიცვალთო ჩვენო მაგ ფორმას და ბრიტანეთიდან მოუწია ჩამოყვანა ინგლისელების რომ ეს ფორმები ჩაეცმია და კინო გადაეღო არ ჩაიცვეს შოტლანდიელებმა არა ძმაო კინო და ფული არ ჩაიცვეს ეგ ფორმა ჩვენ რაში ვართ გამოწყობილი პარტიანკებში მოგიტყანთ პარტიანკებში გამოწყობილი დედის ტრაკი რუსულ პარტიანკებში ვართ თავებზე პარტიანკები გვახვევია და მე ტიპებს ვიცნობ არ არიან ყუყულიყები განათლებული ხალხია ზოგი ექიმია ზოგი პროკურორია ზოგი განათლებული ხალხია მათემატიკოსები ფიზიკოსები მაროშკინას უსმენენ არ ვიტყუები დედას ფიცა ვარ ხო და თქვენ რო გონიათ რომ თავს იკლავს საქართველოს გულისთვის კარგად შეხედეთ კარგად დააკვირდით მორზეს ამბანს უკაკუნებენ სულ ну ეს შედარება მოიყვანეთ ორ ხე მორზეს ამბანი არა კლავიატურას უკაკუნებს სულ ყველა მაგათი დედას შევეცი შინაურისაც და გარეულისაც აი მაგიტო ვერ ავწიეთ თავი რომ მოგიტყანთ ხოცი დედის პროჭი მე თქვენ კარგად იყავით მე ჩავატარე დილის ლოცვები ბრიფინგი დამთავრებულია ხაინდრავას და იმის მოდგმას და იმის ჯოკს მოუტყან ჯიში და ჯილაგი სხვა რა უნდა იდაპარაკო კაცმა всё კარგად იყავით ხოცი დედა მოწყან მე თქვენი